გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. DLC-ში დიდი ხანია არ შევსულ, არ ვიცი რა ხდება, გუნდიც არ მახსოვს, ეხა არც მყავდა დიდად გადასარევი გუნდი, მაგრამ კარგი ხანია არ შევსულ, რა თითქმის კვირაზე მეტია თუ არ ვწდები. ეხა რა ხდება რა? იქ 1-2 ეწერა კომენტარი, რომ გონი 1 ეწერა. რომ თამაში როგორ იწყება ახლიდან, ეგ მასწავლეო რა. ძმაო, სეტინგები. მერე აგე delete profile ან reset profile გიქნება გახსნილი რა თუ ძალიან დიდ ხანს თამაშობ და რა ვიცი დიდი ხნიანი აკაუნტი გაქვს reset profile-ს მიცემ და პირდაპირ და delete profile-ს რომ მიცემ 7 დღე გჭირდება კაროჩე თამაშის ასე ვთქვათ ახალად დასაწყებად. მოკლედ დღეს ბევრი რო არ ვიწვალოთ, ეხა Brentford-ს ვითამაშებით, მოკლედ ბუსტი ჩართული იქნება რა თქმა უნდა. Brentford-ი არ არის ცუდი გუნდი, ჩემთან შედარებით ძალიან კარგი გუნდია, ჩემთან გადახალისება დაჭირდება ალბათ გუნდს. სტარტისთვის ესე იყოს, კარგი, მოკლედ თავისით რაც აყენია იყოს. Brentford-ი არის სხვა ლიგის თუ სხვა დივიზიონის გუნდი, ჩემ ცხრილში არ არის, ასე ვთქვათ, Brentford-ი, არც მე არ ვარ ეხა ისეთი მოთამაშე კლუბით ვიძახი, რომ Brentford-ი და ეგეთები მყავდეს ცხრილში. ადრე თუ გვიან მეყოლება, მაგრამ არ ვიცი როდის და რანაირად, მაგრამ მეცდები რომ მყავდეს, გაგვიჭირდება ეხა Brentford-თან, რა თქმა უნდა, კარამდე მისვლა ალბათ. ყველაზე რთული შეიძლება ეგ იყოს, მაგრამ სულ არაფერს Brentford-ია მაინც მეკარე ვიცით ვინ არის და შეგვიძლია ესეთები გავუტანოთ. იმიტომ რომ ეს არის Dream League და აქ ესეთი easy გულები ყოველთვის გადის ძალიან low ფეხბურთელებით, დაბალ ქარდიანი ფეხბურთელებით, მოდი ესე ვიტყვი რა, Van de Beek-ის ხოთაშორის მომწონს ცველის პოზიციაზე და თუ შემხვდა აუცილებლად ვიყიდი, არის საკმაოდ კარგი მცველი, მე რასაც ვუყურებ რა. და პლუს ვაკვირდები ყველა კლუბის, ასე ვთქვათ, მაიც. რამის აღარ დააკვირდი, თამაში დააკვირდი, ძმა. მეკარე მშვენიერია, მაგრამ ჩაწიხლა იქ Brentford-ის ფეხბურთელი. მე მოვემხრობი მაგ აგრესიას. მართალიც ხარ ჩემო ძმაო. ჩვენი მეკარე მართალი იყო იმ შემთხვევაში, ხელი რო გაარტყა, რო აპადლიცა. და მოკლედ ვაკვირდები კლუბებს, კლუბში ბევრს საკმაოდ კაი ფეხბურთელები ყავს და მეკარე მაუღო. მშვენიერი, მაგრამ ჩვენი მეკარე ჯობია, ფეხბურთელები დაუპადლიცა იქ საჯარიმოში და ისე გამოუშვა საჯარიმოდან და თავარია ეხა ჩვენი მეკარის ნაპადლიცარი. ეს ძალიან გარბის. ძმა, შენ პატკატი გინდა ყველა პონჩი, თორე ვერ გაგაჩერებ ძმა შენ. არა. ძმა. მეორე პადლეცი, მე მომწონს ჩემი მეკარე უკვე. ძალიან მეხმარება გალამაზებაში მოწინააღმდეგე ფეხბურთელების. მშვენიერი. აჰა ძმაო, წადი ირბინა. იქ თავზე გადაგდების თემა გვინდოდა, მაგრამ ესეთი გოლიც არ გვაწყენს. 2-0 მშვენიერი Brentford-თან 2-0 და Brentford-ის მე თორსე ვხვდები მადრიდის Real's და სახის აგვახებს. ეხა სიზმარში, მაგრამ ყველაფერია ძმაო Brentford-დან და მადრიდის Real'dან მოსალოდნელი ტიპს გუნდი ყავს, რავი ძმაო, მაპე. ავიცი, მაპემ რომ ასე გაიქცეს როგორც Brentford-ის ფეხბურთელები. ღმერთმა მოგვეხმაროს მეც და ჩემ გუნდსაც. მე რა, მაგრამ ჩემ გუნდს. შენ უკვე მომწონ ხარ ძმა. ერთი, მიდი. აბა რა, იმენა. ტიკი-ტაკა. დემბელე შემოვიდა ჩვენ შემადგენლობაში ცვლილებაზე. რომელი დემბელია ეს ყველამ ვიცით, პატენტი რა თქმა უნდა. და პირველივე წამებზე ყვითელ ბარათს იღებს ჩვენი ოსმან დემბელე. რა ის ოსმანი, მაგრამ ხოაზე ხარ და დემბელეა მაინც ოსმანია თუ ფიროსმანი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს ხა რა. ხო და მოდი რა ძმაო
აქ შენ გინდა ხო პასა? აპა მაგრატელას ჩა აჰა მეორე. მიდი ძმა. ვა ჩემი ეს გაგეტანა ძმა და იქნებოდა წლის გოლი. შეხედე ჯერ თავში გეტაკებია ის ფეხი და მე სალამას თამაშობს ბიჭო მომენათა ხსოვს ის დერმილიგა ვიდეოების გადაღებას მომენათა და მოდი იცი რას ვის აღარ დავიკარგები ბევრჯერ თქვი ეს სიტყვა რომ მე აღარ დავიკარგები მაგრამ ვიკარგები სამსახური ძმაო რას ვიზავთ ეხლა ლეპტოპის თემა გავჩითე რა დავითრი მაგარი სერიოზული ლეპტოპი და კაი თამაშები მირჩიეთ ხალხო ლეპტოპისთვის თან თქვენთან ერთად რომ ვიყუმარო ხო კაი ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ მეკარე იმენა პერ რა ქვია ბიჭო ჩემ მეკარეს პერილი შენი მელოტი ფოტოზე უღონდა ისე არ ხარ მელოტი ჰოპ წინ ერთი პასი აქ ცვლილებებია საჭირო ო ცენტრი ჯანლეტი კარგო ხო ძმა შენ ახლა ის ჯანლეტი საკმაოდ მისა ძლიერი ანუ ფიზიკური მდგომარეობით ძლიერი ალბათ კაი მონაცემები 70 იქნება ალბათ ფიზიკური მონაცემები და გამოსადეგიც იქნება ეგ შენი ფიზიკური მონაცემები. კაი აქ შეტევა უნდა შევცვალოთ ხა იასნი აქ უკან კაცი მოგждდევს. აქ ესეთი პასი მურაი თავი არა ის კიდე ძმა მაგრატელა. აქ კამავინგა კარგი პასი რაბონა ხა ესეთი პასები ნუ ყველა მეკარეისთვის ძალიან მარტივია. კლუბში მინდა მამარდაშვილი მოვიყვანო ჩემი ოქრო კაცი. არ შეიძლება ეგ მეკარე არანაირი სიტუაციიდან გამომდინარე. ჰოპ და წვიდე მარცხენა მოიგერი საკმაოდ არც თუ ისე რთული ბურთი დამაჯერებლად აიღოს ევი და ჩვენც დამაჯერებლად მოვუგეთ ორი პადლიცით მე ძალიან მომეწონა ეს ყოველივე რომ ჩემმა მეკარემ წაბატლეცა ბრენფორდის ფეხბურთელები ალბათ იქ გასახდელში რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა და რევანში აგერ შუა მატჩი პადლიცით აუხო და ასევე არ გეტანილი გოლებით ამაროდა არის მე-13 ადგილზე თუ ამადორა რა ამაროდა და რა ის რა ქვია ისე პეპელა და რა ის კაი მოდი ცვლილებები გავაკეთო და პირველ რიგში რაც გამოგვადგება სხვათა შორის ხო აქ რა ვქნა ფონსეკა მოდი ვათამაშოთ ფონსეკა აჯავის ნაცვლად და ნახოთ აბა დეფენსში ფონსეკა და შენც მაგერ ნუ იქ ერბი მართალია დაღლილი მოდი ერბი უფრო გვაწყობს და მივცეთ აი ამ პიროვნებას შანსი მოდი ახლა გადავიდეთ ნახევარმცველებში ხო ნუ ეხა დიდი სკამი მყავსო ვერ ვიტყვი მაგრამ რაც ამყავს ეგ ამყავს მოდი მურაი დავასვენოთ 62-ალიანი ფეხბურთელი და თუნდაც სკამიდან გააგრძელებს თამაში. აბა დავიწყეთ ახლა ამადორა ზოგოროს წინააღმდეგ დიდი ალბათობით ახლა ეს არა გამორიცხული იტალიური კლუბი იყოს ამადორა მაგრამ ჩვენიერი ძმაო თუ ისე წინააღმდეგობას გაგვიწევს როგორც ბენფიკა თუ ბენ რავი რა ბენი ხო დავიმახსოვრე თავარი დანარჩენს უკვე მოწოდება ძალიან გამიგრძელდა ალბათ მოწოდების თქმა მაგრამ ეგ არაფერი ძმაო ჩემო კაი მაგრატელა სიმონ ერთი უნდა ვიჯიგრო რა უეჭველი უნდა ვიჯიგრო ამ დაბრუნების არ იყოს ბიჭო მიდი ჰა კაი მაგრატელა ბიჭო საჯანიმოს გარიდან ანუ მაგრატელა რავი ძმა ვახ საინტერესო ბიჭები მყავს და მე საინტერესო მოთამაშე ვარ სხვათა შორის შორიდან მაგრატელას ვითხოვ თან მაღალორველარენ და დავიბენის იმ ანა ეგ არაფერი დაბნება კაი ამის მომტანიაო ეძახიან რა ვიცი აბა აფამა ინდუელები მყავს ტიმში ბიჭო გენაცვალე მაგრამ
მაგრამ მოხსნა ძმა ეგ უკვე არ იყო კოსტა რეალური ძმა კოსტა ექშენ არ უნდა გაგეკეთებინა მოდი აბა კამავინგა ჰოპა მოაწოდა და გაგეკეთა უბრალოდ სალტო არაფერი სხვა ну რას ვიზამთ ხა მოსალტავებული ბიჭი მყავს აჰა ძმაო და ბიჭო კაი მესმის ოვერალი რომ რაღაცა ის არ გაქვს რომ ჰაი და ჰუი მაგრამ თავი ხომ შენია რა ну ხო რაღაცებს სკილი უნდა სწავლა უნდა მაკრატელა იქნება ეს რაბონა იქნება თუ რა მაგრამ თავი ძმაო თავში ძალა არ გაქვს ბოლო მე არ ვარ ფეხბურთელი და მე ვურტყავ იმნაირად თავს რა ვიცი ჩემ შტანგას მოხდა შტანგა იღუნება სიზმარში ვიყავთ მეისტერი შენ სკამიდან ძირითადში ჩაქვსვის მაო და მეორე ტაიმში რომ მაიძულებ გაგიყვან იმიტომ რომ არაფერს არ შვება მას ხო მეორე ტაიმიც ახლოვდება და აი რა კაი პასებს ვაკეთებდი ახლა და ნუ სამპასიანი ფაზა გამომდიოდა და რეკლამა სადაც ვერ ვიტან სხვათა შორის მაგრამ იყოს ამ ვიდეოში ეს რეკლამა არა მოვჭრი და ხო ესე დებილობებს რატო მიგდებს და რატო ანუ ჩემამდე არ მოდის მაგრამ სულ არაფერს ჯობს მაო მთავარი ეს მატჩი მოვიგოთ წინ ბრატ დავაი ოხო ის რა პასი მოგიცი მაგრამ გამოყენების კუთხით ვერ გამოიყენე რაც ძალიან არ მომეწონა ჰოპ ეხლა მაინც ძმა არა შენ მეკარე ნახე პერილ ჰოპ ეგრე კაი ბიჭი შენ უკან მიეცი ძმაო შენ აგერ მარცხნივ გადაიტანე შენც ერთი ეგეთი პასი გააკეთე და იქ დემბელი არ გაეკიდება ძმა ანუ დემბელ ძმა მომისმინე ბურთი არ მოვა ბურთი უნდა მიხვიდე მაქსიმუმ ძალა დაატანოს ვიღაცა შენიანმა რომ ხوازე ხარ მეისტერ მიდი მეისტერ ულა არ შემომიყვანი ხარ აფამა სკულა მეჭუბებოდი თურმე ვითომ ჩემი ჭყვით რომ მეისტერი ერქვა სორი ძმაო სორი აფამა შვენიერი ბიჭი ხარ კარგი პასები და დარტყმაც ნუ კამფეტ დაუდ კამფეტი დარტყმა ნუ მურაი შემოვიდა ეხა ცვლილებაც და იასანია პირველი გოლს მურაი შეაგდებს ცვლილები და შემოსულები როვნება რა თქმა უნდა ძმაო ეგ მურაის სტილია და რა იქ დარტყმა იყო ჩემო ძმაო არ იყო დარტყმა ნუ ხალხი გადარეულია გოლი გვინდა ოყირიან და რა ძმაო გოლი რანაირად გავიდა როცა არა ჰოპ მოწოდება იმენა რაო ეგეთი ბაზარი წავიდა სიმა ხალხ 400 გამომწერისკენ დავიძრათ კაცურად და ვაშკაცურად რა ხალხს გამოაწერინეთ ძმაო არხი რა გახდა 400 გამომწერი 334 ვართ რა ბოლო მოდი 350 რა დავანგვალოთ 333 და 33 ვიდეო მომწონდა რა 334 და 34 ვიდეო და მურაი ნახე რა პასი დემბელი მურაი ძალიან IQ პლეიერია მაგრამ დემბელი არის ძალიან ინვალიდი ფეხბურთელი თუ არა უნდა მეთქვა მაგრამ ძალიან ინვალიდია პატკატი შევ გააკეთა საცოდავმა ეს ვინ არის ეს ტანკი ნახე სიმონ მურაი ეგრევე კაი პას ბიჭო მურაი შენი მეძე ვარ თელი საქართველო მეგობრებო ხდება ხოლმე რა 0-0 ითამაშები იმ გუნდთან რომელთანაც შეგლარ ძალიან მარტივად მოიგო და ხდება ისე რომ რაღაც ელ კლასიკოს გუნდთან ითამაშებ რავი 7-0 და ხوازე ხარ
ხო, მეკარე კოსტა, ჩვენურად იმეკარევა, ვერაფერს ვერ ვიტყვი ძმაო, არაფერი არ აუღია. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო ორი მატჩი და შემდეგი მატჩი გველოდება არსენალთან, ძმა. მოკლედ, არსენალის მატჩი დაიდება ძალიან მალე. მოდი ახლა გადავიდეთ ვის შევხვდებით შემდეგ. ბრენფორდმა წააგო, პირველი წაგება ჩემთან, მეორეც წააგო, მე ორი მოგება მაქვს ვისთან, არსენალთან და ვისთან ძმა? 3-0 ბრენფორდს მოუგე. და დაალშე რა. მოკლედ, შემდეგ თამაში არსენალთან, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ძალიან უმალვე თუ ავა ეს ვიდეო 25 ლაიქზე, ეგრევე დაიდება ახალი ვიდეო რა. კაცურად რა 50 ლაიქი. ბოდი. მოკლედ რა, 50 ლაიქი და ახალი ვიდეო რა, აგე რა არსენალის წინააღმდეგ ძმაო. მანამდე ტრანსფერებს განვახორციელებ და შეგადაშიგ შეგატყობინებთ ყველანაირ პატარა ინფორმაციებს. მადლობა ყველას ბოლომდე ყურებისთვის და ლაიქებისთვის და არხის გამოწერისთვის. როებით.